გამარჯობა. დღეს გვაქვს დაპირებული ლაივი. ცოტათი დამიგვიანდა, მაგრამ არა უშავს ავანაზღაურებთ. რაღაც ტექნიკური პრობლემები შემექმნა შემოსვლაზე. დღეს ვისაუბრებთ ნინი ბადრიძესთან ერთად, რომელიც არის 17 წლის არაჩვეულებრივი გოგონა, რომელმაც მოიპოვა სხვადასხვა საქართველოში ცნობილი გასვლითი პროგრამების გრანტი. და ამაზეც ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, წარდგენას გავუკეთებ, მე ხა დაველოდები, რომ ნინი შემოვიდეს, შემოგვიერთდეს, მე ვფიქრობ, რომ ამ ახალგაზრდასთან საუბარიც ბევრს ნიშნავს, ანუ მისი მოსმენა და ვინაიდან ჩვენი მიზანი არის, რომ უფრო მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს სხვადასხვა პროექტებში, კონკურსებში მონაწილეობის მიღება და აგრძელებთ ხო, რაღაც პრობლემა მაქვს ახლავე, ნინის შემოვიყვა და ვისაუბრებ. ხელი შეგუშალოს, მაგრამ არ შეუშინდეთ. გამარჯობა ნინი. უპს. რაღაც შეცდომა მოგვიდა, არა უშავს. ნინის ველოდებით, რომ შემოგვიერთდეს. მინდა გითხრათ, რომ ნინიმ გაიმარჯვა ფლექსში, ფინალისტი იყო. HMC-ის პროგრამაში მოიპოვა 100%-იანი დაფინანსება. ასევე UWC, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში აქვს თავის კამპუსები და სთავაზობს IB პროგრამას, აქაც გამარჯვებულია და თვითონ მოგვიყვება რა შეარჩია საბოლოოდ, ანუ ამ სამი პროექტიდან, რომელზე გააკეთა გათხრა. თქვენ შეგიძლიათ დასვათ კითხვები და ნინის გეტყვით, თუ მე მაქვს ინფორმაცია, ბუნებრივია მოგიყვებით, ზოგადად ახალგაზრდებს ძალიან აინტერესებთ, თუ რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ გაიმარჯვონ მსგავს კონკურსებში, რადგანაც ამ კონკურსებში გამარჯვება ნიშნავს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, ამერიკაში, ევროპაში, UWC-ის პროგრამით შეიძლება 17 სხვა ქვეყანაში მიიღოთ უფასო განათლება, ძირითადად ეს ეხება სკოლის პერიოდს, ან A-level-ის სწავლას, ან IB პროგრამაზე სწავლას. ამიტომაც მე ხა შევეცდები ნინი როგორმე შემოვიყვანო ეთერში და მოგვიყვება თავის გამოცდილებაზე. იმასაც გეტყვით, რომ ნინი ფლობს 5 სხვადასხვა ენას, რა თქმა უნდა, ქართული მშობლიური, ინგლისური, რუსული, გერმანული და იაპონურიც კი იცის. ბევრმა დაწერა კომენტარებში, როგორ ასწრებს ამდენ რაღაცის გაკეთებასო, მაგრამ მე ვფიქრობ, თანამედროვე სამყაროში ახალგაზრდებს გაცილებით დიდი შანსი აქვთ, რომ უფრო მეტი გააკეთონ და შეიძინონ ცოდნა. ერთი წუთით ახლა ვკითხოთ, აბა ნინი რატომ არ არის ხაზზე? ჩვენ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, აქტივობებზეც, რადგანაც ყველაზე მეტად მაინც ღირებული ის არის, თუ რა ინიციატივით გამოირჩევა ახალგაზრდა, რამდენად განსხვავდება სხვებისგან. რაღაც არ ჩანს ჩემთან ნინის. აი, მე მგონი ახლა შევძლებთ უკვე დაკავშირებას. რატომღაც არ მაძლევს უფლებას ნინი, რომ დაგიკავშირდე. მოდი კიდევ ერთხელ ვცადოთ, აბა ზოგჯერ აქვს Facebook-ს ეს უცნაურობები. მე ხა შევეცდები ინტერნეტი სხვაგან გადავრთო. არვეზია, ბრიშკი ხდით, ცოტათი დაგველოდეთ, რადგანაც ფიქრობ, საინტერესო ადამიანს გაგაცნობთ. არაფრით არ მაძლევს დამატების უფლებას. სანამ ამ ტექნიკურ პრობლემას გავასწორებთ, ნინიც ახლა ცდის სხვა ხელსაწყოდან შემოერთებას ჩვენს ლაივში. მოკლედ გეტყვით, რომ ის პროგრამები, რომლებზეც დღეს ვისაუბრებთ, იქნება Flexi, HMC და UWC, ამათ შორის
განსხვავება ძირითადად ის არის, თუ რომელ ქვეყანაში უწევთ ახალგაზრდებს სწავლა. თქვენ მაგალითად ფლექსი ძირითადად ამერიკაში მოიცავს საჯარო სკოლაში 1 წლიან სწავლის დაფინანსებას, ასევე HMC-ის პროგრამა მოიცავს ბრიტანეთში სწავლას, აქაც სხვათა შორის არის შემთხვევები, როდესაც 100%-ით აფინანსებენ, არის შემთხვევები, როდესაც აფინანსებენ რამდენი, ვთქვათ 40, 50, 80%-ით, აი ეხლა ვცდილობ დაკავშირებას, მე მგონი უნდა გამოგვივიდეს. აი ისევ არ მართლობს. მოდით ასე გავაკეთოთ, ბოდიშის მოხდით, მე კიდევ ერთხელ შევეცდები რომ თავიდან ჩავერთო. მე მგონი შევძლებთ გასაუბრებას. ალბათ უნდა იცოდეთ ისიც, რომ ჩანაწერი იქნება Facebook-ზე, ასევე YouTube-ზეც, შეგიძლიათ ნახოთ. ახლა ნინი დაემატება ჩვენს live-ს, მანამდე შეგიძლიათ კითხვები მოგწეროთ, რაც გაინტერესებთ და მაქსიმალურად შევეცდები უპასუხოთ. მიუხედავად იმისა, რომ გავტესტეთ დღეს ჩართვა მაინც არის ხოლმე მსგავსი შემთხვევები. მოდით ასე გავაკეთოთ, მაშინ მე კიდევ ერთხელ სტაფთონინი და თუ არ ამატებს. თუ არ და თავიდან შემოვალ ვაკეთებთ live-ს. ბოდიში. გამარჯობა ნინი, გამიხარდა. ეს ტექნიკური ხარვეზები ხდება ხოლმე. მათ შორის Facebook-ზე. ნინი, ესე იგი, პირველ რიგში ხა წარდგენა მოკლედ გავაკეთე, მაგრამ ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ დაახლოებით 600,000 ადამიანმა ნახა პოსტი. შენ შესახებ და აი აღფრთოვანებულია უმრავლესობა, თუმცა ზოგი იმასაც ამბობს, როგორ მოასწრო ამ ბავშვმა ამდენიო. მოგვიყევი შენ შესახებ. რა ინტერესები გაქვს, რას აპირებ მომავალში, რა ინიციატივები გქონდა. თანდათან მეც კითხვებს დავსვამ და რჩევები მივცეთ ახალგაზრდებს, რადგანაც მათთვის თითეული შენი გამოცდილების შესახებ მოყოლილი ამბავი არის უმნიშვნელოვანესი, ხო? რომელსაც გამოიყენებენ არა მხოლოდ კონკურსებში, არამედ დარწმუნებული ვარ უნივერსიტეტებში ჩაბარებისთვისაც. ასე რომ the floor is yours. ნუ პირველ რიგში გამარჯობა, ჩემს ნინი, გაიგებდით, ქალბატონმა ნათიამ რომ დაწერა ჩემზე. Μου άρεσε სამი საერთაშორისო პროგრამის გამარჯვებული და იქით წელს სწავლობს ვაგრძელებ ბრიტანეთში 100%-იანი დაფინანსებით და ნუ აკადემიურ მხარდან რო გადავიდე, ძირითადად ჩემზე რომ მოგიყვეთ, ძირითადად დაინტერესებული ვარ კომპიუტერული მეცნიერებით, მაგრამ ანუ ჩემი ინტერესი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, ვარ აქტიური მოხალისე, ძალიან ბევრ პროექტებში ვერთობი ხოლმე, რაღაცა შეიძლება წარმოდგენაც შექმნიყოთ, მაქვს ჩემი ორგანიზაციაც შექმნილი და რა ვიცი, სადაც ბავშვებს, ანუ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვს შესაძლებლობა, ჩვენი მთავარი მიზანი არის ეს, რომ ასეთ ბავშვებს ხელი შეუწყოთ და გაუზიაროთ განათლება, რადგან არ დარჩნენ შესაძლებლობის გარეშე, რომელიც მაგალითად შეიძლება მე მქონდეს და არა რომელიმე ბავშვს, რომელიც ცხოვრობს სიტყვაზე სადღაც მაღალმთიან სვანეთში. ბევრ რამეს ვასწრებს ხოთა შორის და კომენტარებიც იყო, რომ ძილს როგორ ასწრებსო და მინდა გითხრათ, რომ ასწრებ, ნამდვილად ვასწრებ. აი, მოდი, აი, 5 ენაზეც მომიყევი, რომ როგორ მოახერხე. მე პირადად, აი, მაგალითად ჩინეთში ვიყავი, რომ მესწავლა ჩინური, მაგრამ არ გამომივიდა. მოყევი, აბა, როგორ ონლაინ შეძელი მასწავლებელთან, თუ აი რა ეხმარება თანამედროვე ახალგაზრდას, რომ აი ამდენი ცოდნა შეიძინოს. ნუ პირველ რიგში ოქლიფში სამ გადავიდოდი, დავდიოდი საჯარო სკოლაში, სადაც ანუ როგორც იცით, მეორე კლასიდან ნეთვარწდები იწყება ინგლისური ენა და იქიდან მოყოლებული ვსწავლობდი ინგლისურს, მაგრამ ასევე ვემზადებოდი კერძოდ მასწავლებელთან მარიამ ყურაშვილთან, რომელიც ძალიან კარგი გზის გამკლავი აღმოჩნდა ჩემთვის და საფუძველი დაუდო ყველაფერი მას, რაც დღეს მაქვს.
და ასევე სკოლაში მე როგორც იცით მეხუთე კლასიდან შემოდის რუსული და ეტაპობრივად ესე არ იყო რომ ესე არ იყო რომ დავჯექი და ყველა ენა ერთდროულად ვისწავლი რაღაც ერთ წელს. ჯერ ინგლისურიც დავიწყე, მე რუსულზე გადავედი, დედაც მეხმარებოდა ხოლმე რუსულში. შემდეგ უკვე საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩაბარებაზე რომ მიდგა ასე ვთქვათ საკითხი. როგორც შევიტყვე პირადად მე, გერმანიაში ძალიან ბევრი უნივერსიტეტები არის ისეთი კარგები, სადაც სწავლა ასე ვთქვათ უფასოა და მომინდა რომ სწავლა გერმანული. და ძალიან კარგი გერმანულის მასწავლებელი ყავდა, რომელმაც მართლა მანაც ლალიმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა და ხო, სამი ენა ხომ ვიცოდი უკვე, მაგრამ 3 წელი ვსწავლობდი გერმანულს და მე უკვე როცა ოკლიფში გადავედი, იქ თვითონ ჩემს სკოლას თვითონ ქონდა მეორე ენა როგორც იაპონური და იქედან მოყოლებული ვსწავლობ იაპონურს და 2 წელია და მიუხედავად იმისა, რომ გადავდივარ იქით წელს ბრიტანეთში, მაინც ვაგრძელებ იაპონურის სწავლას, იმიტომ რომ ძალიან ისეთი განსხვავებული ენა არის, რომ ჩემი ინტერესის საგანი გახდა. შვენიერია და ყველაზე მეტად მართალი გითხრა, ისიც მომწონს, რომ მადლიერი ხარ მასწავლებლების, რაც იშვიათად ხდება. რა თქმა უნდა, დედის, რომელმაც დიდი როლი ითამაშა. ამაზე მერეც ვისაუბრებთ. ასეთი კითხვა მაქვს, 3 პროგრამა. ამ პროგრამაში მონაწილეობისთვისაც საკმაოდ დიდი დრო არის საჭირო, ხომ? მაგალითად, ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდები არჩევენ, რომ ან ფლეგში მივიღებ მონაწილეობას, ან UWC-ში თუ სხვაგან, რა იყო საფუძველი იმისა, რომ ყველგან მიიღე მონაწილეობა და მით უმეტეს გამარჯვებაზეც ვისაუბრებთ ახლა მალე. ჩემს кейსში მოხდა ესეთი რაღაც, რომ წინა წელს, როდესაც პირველად გადავედი ოკლიფში, შევიტყვე HMC-ის შესახებ. და ფლექსიც საკმაოდ გავრცელებული პროგრამაა საქართველოში და დარწმუნებულია ძალიან ბევრმა ბავშვმა იცის. და სამწუხაროდ მაგ წელს მიუხედავად იმისა, რომ ფინალურ ეტაპებამდე მივედი, ორივეგან დავრეჯექტდი და ერთ-ერთგან ვერ ამირჩიეს და შემდეგ წელს როცა გავიგე რომ უფრო მეტი შრომა იყო საჭირო, უფრო მეტი აქტივობები, ლიდერობა და მსგავსი რაღაცეები, ფაქტობრივად მეორე წელია ჩემი, რაც აქტიურად ვარ ჩართული ძალიან ბევრ პროექტებში და კვლევებში, რომ შემდეგ ამ პროგრამებისთვის ძირითადად ვემზადებოდი ფლექსისთვის და HMC-ისთვის. და UWC-ს რაც შეეხება, ესეთი რაღაც მოხდა, რომ უბრალოდ Facebook-ზე წავაწყდი. დიდი სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცოდი დიდად რა იყო და რომ მოვიძია ინფორმაცია, რომ 18 კოლეჯი აქვს და რაღაც. ჩემით შევავსე მე აპლიკაციები და მანდედანაც მომდიოდა ხოლმე იმეილები, რომ რაღაც შემდეგ ეტაპზე გადავხვედი, ბოლო დღეზე ხარ მოწვეული და რაღაც შოკში ვიყავი ხოლმე, რომ მეთქი ესე როგორ ხდება თქო. და რა ვიცი, სხვათა შორის ნათლია ჩემს ჰქონდა ხოლმე ესეთი აზრი, რომ სამ პროგრამაში რო გაიმარჯვოთ, მე რა ხდებაო. და მეთქი ვიძახდით, რომ როგორ მოხდება ისე, რომ სამ პროგრამაშივე გავალთ და მართლა მოხდა. რა თქვა მე. რა თქმა უნდა, დამსახურება არის თავიდან ბოლომდე შენი, იმიტომ რომ ეხლა ვისაუბროთ აქტივობებზე. ერთი არის სკოლაში კარგი ნიშნები, ხო? რაც გამოარჩევს ხოლმე, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ნიშნებს ისეთი დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც აქტივობებში მონაწილეობას. რა აქტივობებზე ისაუბრე თუნდაც გასაუბრებაში, სამოტივაციო წერილში, ძირითადად როგორ მოემზადე, თავარი ინიციატივა რაში გამოავლინე. იმიტომ რომ აქვე აღნიშნა მშობლებისთვის ამაზე ხშირად ვსაუბრობ, მაგრამ ხშირად მშობელს გონია, რომ სხვის დააგეგმილ ღონისძიებაში თუ იღებს ახალგაზრდა მონაწილეობას, ეს უკვე საკმარისია. მაშინ, როდესაც პირიქით, ასეთ პროგრამებში ელოდებიან, რომ ლიდერული, ინიციატიური თვისებებით გამოირჩეოდეს ადამიანი, ახალგაზრდა და განსხვავდებოდეს თუნდაც ამით სხვებისგან, ხო? შენ ახსენე, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ყავს. მოყევი ახლა მაგაზე. ხო, თავიდან სანამ ამაზე გადავალ, ზოგადად რო გითხრათ, ნიშნების ამბავზე, მართლა არ აქვს ხოლმე მნიშვნელობა განსაკუთრებით, როგორც ვიცი, ფლექსზე მთავარია პიროვნულად წარმოჩდები ხარ და შენი აკადემიური მოსწრება დიდად არ განსაზღვრავს, მაგრამ ვისაც ინტერესი აქვს, მინდა მაინც გირჩიოთ, რომ თუ HMC-ზე ან მსგავს პროექტებზე, გინდათ მონაწილეობის მიღება, მან უფრო ყურადღება ექცევა ხოლმე. მაგრამ ნიშნებთან ერთად უფრო დიდი ყურადღება ექცევა აქტივობებს და მიუხედავად იმისა, რომ
სხვა ორგანიზაციებშიც რომ ხვიდე და იქ რომ რაღაც დაიწერო რომ სერტიფიკატი მომცეს და რაღაცაში აქტიურად ჩავერთვე, ესეც საკმარისი შეიძლება გამოჩნდეს ესე, მაგრამ არ არის. ეხლა პირადად მე Helping Hand-ში მონაწილეობა 2 წელი და ეს დავიწყე იმის შემდეგ, რაც HMC წავაგე პირველ წელს და აქედან დავდიოდი ჩვეულებრივ ჯგუფში ვიყავი, მერე ჩემი ჯგუფი მყავდა. და მერე რა ვიცი, ლიდერიც ვიყავი, ეკოლიდერი ვიყავი და მერე ინიციატივა გამიჩნდა ამ ყველაფრის მერე, რომ რასაც Helping Hand-ი აკეთებს, ჩემს მხარეშიც გადმომეტანა, იმიტომ რომ დიდად ესე ვთქვათ, მაგალითად ყაზბეგის ტერიტორია დიდად ესე არ არის ხოლმე მოხალისეობებში განვითარებული და მინდოდა რომ ჩემი მხარეც ყოფილიყო ჩართული, იქ რომ ესმოდა რომ რაღაც კახეთშიც ესე მეგრელოშიც, თქვა მეთქი ჩემი რატო არა თქო და ამიტომ გავაკეთე ეს და მიუხედავთ იმისა, რომ გარემოს დახტობას გვაქვს ძალიან დიდი აქცენტი, ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ მოხალისეობის მიზნით, ვისაც რა შეუძლია, გაუზიაროს ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ ამის შესაძლებლობა, რადგან ყველა ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ბავშვი არის ღირსი, რომ ქონდეს თანაბარი განათლება. ის რომ მე თბილისში ვცხოვრობ და რაღაც შემიძლია სადღაც კომპიუტერულ სკოლაში მივიდე და ვისწავლო და ვიღაც ბავშვს რო არ აქვს ამის ფული, არ უნდა იყოს ეს იმის მიზანი, რომ ის ბავშვი ჩემზე და ამიტომ დავარსეთ ეს რამ, რომ ყველას გაუზიაროთ ჩვენი ცოდნა მიღებული რაც გვაქვს. ხომ არ გინდა ან საიტი დავპოსტოთ, ან რაღაც გარკვეულწილად რეკლამირება მოვახდინოთ ამ ინფორმაციის, იმიტომ რომ ზოგჯერ არც კი აქვთ ხოლმე ინფორმაცია მსგავსი შესაძლებლობების შესახებ. ამიტომაც შემდეგ როდესაც ჩვენ ლაივს დავასრულებთ, ნინის ვთხოვე, რომ ამ ორგანიზაციის, ვთქვათ, ელექტრონული პოსტა ან რაიმე საკონტაქტო ინფორმაციაც დავპოსტოთ, ხო? ახალგაზრდებისთვის, რომ უფრო მეტი საქმე დაგემატოთ. თავარი არის ნამდვილად ის, რომ თანაბარი შესაძლებლობები გქონდეთ ახალგაზრდებს, მიუხედავად იმისა, საცხოვრობენ, რა ეკონომიკურ, სოციალური მდგომარეობა აქვთ ოჯახში და ამ მხრივ ხშირად მიიჩნევა, რომ თუ კი კარგ სკოლაში დადის, თუ კი კარგ, დიდ ქალაქში სწავლობს, მეტად არის წარმატებული. თუმცა გეტყვით იმასაც, რომ სწორედ ნინის მსგავსი ახალგაზრდების დახმარებით ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვს და თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ის შესაძლებლობები, ის ინიციატივები, რაც სხვებს დაეხმარებათ და როგორც ნინი აღნიშნა, ზოგადად მსგავს პროექტებში ყველაზე მეტად აინტერესებთ არა ის თუ თავად როგორ განვითარდი. ვთქვათ, ოლიმპიადებში მონაწილეობის მიღება კარგი არის, უჩვენებს, რომ მიღწევები გაქვს, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის თუ რა გააკეთე შენი თემისთვის, შენს გარშემო, შენი თანაკლასელებისთვის, შენი თანატოლებისთვის. ეს მიანიშნებს უკვე ლიდერობაზე და ინიციატივაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სხვათა შორის, როდესაც მე შემირჩევი აპლიკანტები, უცებ გამოირჩევა ხოლმე ნინის მსგავსი ახალგაზრდები და აქვე მინდა ყურადღება მიაქციოთ, როგორი არგუმენტირებული, თან ლაღი და თან აკადემიური საუბარი აქვს ნინის, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა და მართლაც ბედნიერება ის, რომ საქართველოში ასეთი ახალგაზრდები ცხოვრობენ. ნინე, რას ურჩევ სხვებს, რომლებიც მომავალში გეგმავენ წასვლას, კონკურსებში მონაწილეობის მიღებას, თუნდაც შენ რატომ გადაწყვიტე, რომ წახვიდე ბრიტანეთში და არა ამერიკაში ან სხვა ქვეყნებში? ხო, ეხლა რას ურჩევდი ეხლა ბავშვებს, პირველ რიგში იმას ურჩევ, რომ თუ გინდათ შეუძლებელი, მართლა არაფერი არ არის, იმიტომ რომ ყველაფერი არის შესაძლებელი. მე თუ შევძელი საჯარო სკოლიდან გადასულმა ბავშვმა, ნებისმიერი ბავშვი მიაღწევს მართლა ყველაფერს ამის მართლამჯერა და ისიც მინდა აღნიშნო, რომ თუ რაიმეში ვინმეს დახმარება დაჭირდება, ნებისმიერ დროს შეუძლია რომ მე მომწეროს და რა ვიცი, ეს სამივე და რომ მომივიდა პასუხი, HMC იმიტომ ავირჩიე, რომ წინ
წინა წელს მე რო ვერ გავედი HMC-ში, იმდენად დიდი სურვილი მქონდა მან წასვლის, რომ ანუ ეს ჩემ პირადადაც ესე მქონდა რა, რომ გაცნობიერებული, რომ აი HMC-ში თუ გავედი, აღარაფერი აღარ მინდა მეტი. და მართლა რა ვიცი, ანუ ფლექსით მართლა ძალიან კარგი გამოცდილებაა. ეხლა ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე რა მოხდებოდა ფლექსი რომ ამერჩია და მართლა ძალიან გული მწყდება რომ მაგას თუ არ ითქვი, მაგრამ ნუ ეხლა HMC ჩემთვის ჩემი აზრით აკადემიურად უფრო ისა რა ქვია, უფრო განმავითარებს რა, იმიტომ რომ ისეთ საგნები ავიჩიე, რაც კარიერულად გამომადგება. ძალიან კარგი. აი ეს ინიციატივები, თქვათ იდეების გენერირება როგორ მოახდინე, რომ მაგალითად აი ეს გავაკეთო და არა ის ზოგადად რა თქმა უნდა მეც ვაქვეყნებ ხოლმე აქტივობები ჩამონაცვალ თუ რა გააკეთოს ადამიანმა. აი შენი მთავარი მოტივატორი რა იყო, რომ შეგექმნა მსგავსი ორგანიზაცია და თუნდაც გესწავლებინა სხვებისთვის, ხო? ეხლა ბავშვებს ახალგაზრდებს თავად ეზარებათ ხოლმე სწავლა. და ეხლა სხვასაც სწავლო, დამატებით რა თქმა უნდა მუშაობა არის და აი არ გაგიჭირდა თავიდან? რო ვნახე თავიდან რომ თავიდან მეც ისე დავიწყე რომ მოხალისე მასწავლებელი პირადად მოვიყავი და რო ვნახე რომ გამოცხადდა თავიდან კი ცოტა შემეშინდა, მაგრამ შემდეგ ანუ მე ეხა პროგრამირების ენას ვასწავლიდი და რა ვიცი ბზიურიდან ისეთი ანუ ბზიურიში დავდივარ მე და ისეთი კარგი მასწავლებლები მყავდა იქ რომ ანუ სულ მინდოდა რომ მათი მსგავსი რაღაც ანუ მეც მქონიყო ჩემი და მეც გამეზიარებინა ჩემთვის და ჩემი ჯგუფი მყავდა ბავშვების და რა ვიცი, ანუ პროექტებს როგორ ვარჩევდი ესე აქტივობებს, სადაც რამე იყო ესე რო თქვა, ყველგან ვცდილობდი რომ მონაწილეობა მივიღო და ყველგან გამომეცა ჩემი თავი. უფრო მეტიც ყოფილა ისეთ შემთხვევები, რომ სენდვიჩი ჭამდი ხოლმე ავტობუსში, იმიტომ რომ სახლში მისვლის დრო არ მქონდა ხოლმე და რაღაც ერთ აქტივობაზე რომ მივიდოდი, მე მეორეზე მივიდოდი, მე მესამეზე მივიდოდი ხოლმე და ზამთარში ძალიან ბევრჯერ დამხვედრიან რა დედაჩემ და დეიდაჩემ, იმიტომ რომ ძალიან გვიანდებოდა ხოლმე და თან ისეთ ადგილებზე იყო ეს აქტივობები, რომ ეგ ცალკე ამბავია. და ხო, რა ვიცი, ყოველს ვურჩევდი, რომ ნებისმიერ რამეში არ შეგეშინდეთ და გამოცადეთ თქვენი თავი. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ მე ძირითადად კომპიუტერული მეცნიერებით ვინტერესდები, გარემოს დაცვისებში მიმღია კლიმატის დაცვაში, ყველაფერში მსგავსი, აი ისეთი რაღაცებში, რაც საერთოდ შეიძლება არ ეხებოდეს ჩემ პროფესიას, მაგრამ იმდენად განმავითარა ამ ყველა აქტივობამ, რომ რა ვიცი, ან გინდათ სურვა და მსგავსი რაღაცები, იმდენად გეხმარება პირად განვითარებაში, რომ ბოლოს ანუ შენ საქმესაც მე უკვე კარგად აკეთებ. აბსოლუტურად გეთანხმები, ანუ ის რომ თუნდაც გამოსცადო, აი მეც ხშირად ურჩევ ხოლმე ახალგაზრდებს, რომლებსაც პროფესია არ აქვთ შერჩეული, რომ აიღონ უფასო კურსები და გამოსცადონ საკუთარი თავი. ასევე აქტივობებში, აი იქ წავედი, აქ წავედი და შემდეგ უკვე საკუთარი იდეები და ინიციატივები უჩნდებათ ახალგაზრდებს. ორი სიტყვით სამოტივაციოზეც რომ ვისაუბროთ, ანუ როგორ მოახერხე ამ ყველაფრის ერთ ესეში გაერთიანება. ნუ ჩემ სკოლაში ერთი კარგი მასწავლებელი მყავდა, რომელმაც ანუ რამდენჯერაც გავგზავნეს ჩემი სამოტივაციო წერილი, ყველაფერჯერ რავი სამჯერ გადამიხაზა და მომიტანა ეს არა ის შეცვალე და არა ის შეცვალე, მაგრამ სამოტივაციოში უნდა ჩართო ყველაფერი. საზღვარგარეთ თუ იყავი სადმე გაცვლის ეხლა მე მაგალითად დავდიოდი EduVoyager-ით. არ ვიცი თუ გაგიგიათ, ძალიან კარგი CEO ყავს ამ კომპანიას, ნინო ხუბერაშვილი, რომელიც ძალიან დამეხმარა აი ამ ყველაფრის აცებაში. ეხლა მაგიტო არ მეშინია ბრიტანეთში მარტო წასვლა, რომ იმდენად დამეხმარა ნინოს პროგრამები, რომ საზღვარგარეთული ცხოვრება დამენახა, როგორი ტიპის ადამიანები არიან იქ და მსგავსი რამეები, რომ ძალიან რა ვიცი, ძალიან რეკომენდაციას გავუწევდი და ეს ყველაფერი უნდა მოიცვა შენს პირად სამოტივაციო წერილში და შენ ყველაზე მთავარი მიზანი რა არის და საიდან დაიწყო, ეგ არის ჩემი აზრით ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონე სამოტივაციო წერილში აქტივობების გარდა. ძალიან კარგი, ზოგადად სამოტივაციოში ურჩევთ ხოლმე, რომ CV-ს არ დაემსგავსოს ჩვენი სამოტივაციო წერილი, მაგრამ ხო აი ძირითადი აქტივობები რაც მნიშვნელოვანია და გამოგვარჩევს, რა თქმა უნდა მოვიცვათ და აქვე ვიტყვი მაშინ იმასაც, რომ მაგალითად თუ გვაქვს 10 აქტივობა და
აქედან 3 ყველაზე კარგი არის, ჯობია იმ 3-ზე ვისაუბროთ ამომწურავად, ვიდრე ყველაფერზე, რადგანაც CV-ს მსგავსად მაინც გვიწევს, ხო, შევსება იქ ინფორმაციისა და ესეც ჩანს ხოლმე. მოდი ვნახავ მე რა კითხვებია, რომ შევძლოთ კითხვებზე პასუხიც. თუ კითხვები გაქვთ, აუცილებლად მოგწერეთ. ნინიმ გამოძებნა დრო და სურვილი აქვს სხვებსაც მიაწოდოს ინფორმაცია ხო, ეს წარმატების ფორმულასთან დაკავშირებით. დიახ. მესროდებ ხოლმე აპლიკაციებს ჩემ მასწავლებლობის მიღებაზე, სულ ხდება ხოლმე აი აკადემიური სამოტივაციო წერილები და ფიქრობ, რომ ანუ არ არის აუცილებელი, რომ ანუ სულ დადგე და შენ ნიშნებზე და რაღაც აკადემიურ მოსწრებაზე ილაპარაკო, იმიტომ რომ აი ხა მაგალითად ხა მე რო დავწერე ფლექსის სამოტივაციო წერილი, ბოლოში დავწერე, რომ ამერიკაში შევხვდებით მეთქი და ანუ ისე ჩავაბარე ეგ ტესტი, ანუ არ არის აუცილებელი, რომ ფორმალური იყო. თავარია შენ თავი გამოხატო და რასაც გრძნობ, ყველაფერი ის დაწერო და დანარჩენი უკვე უნდა მიანდო. თავარია იყო განსხვავებული, ხო? ანუ გამოირჩეოდეს სხვებისგან, თუნდაც შენი მიდგომებით, შენი ახლა 5 ენა რო იცის ახალგაზრდამ, ეს უკვე გამორჩეულია, მე ვფიქრობ და გამიკვირდა წინა წელს. ალბათ რაღაც სხვა პრიორიტეტები იყო, თორემ მაინც ადამიანს ეთყობა ხოლმე პოტენციალი და ძირითადად არჩევენ ახალგაზრდებს მისი პოტენციალის მიხედვით. მოდი ვნახოთ კითხვები. ესე იგი, პირველი კითხვა არის ასეთი, SAT-ის გამოცდისთვის როგორ ვიპოვოთ მასწავლებელიო? ხალბატონ ნაირა, შეგიძლიათ მომწეროთ და დაგაკავშირებთ რამდენიმეს და თავად მოელაპარაკეთ. მეორე კითხვა არის, რამდენად წაეხმარება ენის გამოცდები იტალიის უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის? იტალია შეგიძლიათ ინგლისურადაც ისწავლოთ და იტალიურადაც და ეხა რომელი ენის გამოცდას გულისხმობთ თუ დამიკონკრეტებთ, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ. სხვადასხვა მასწავლებლებთან დაკავშირებით აქვე დავაანონსებ, ასეთი ინიციატივა მაქვს და შეიძლება ნინიც ჩაერთოს სამომავლოდ. ძალიან მიყვარს ახალგაზრდების დასაქმება. ზოგადად და ძალიან ბევრი კურსდამთავრებული ან თავად ამ კონკურსებში გამარჯვებულები მეხმარება ჩემს აპლიკანტებთან მუშაობაში, რა თქმა უნდა, ანაზღაურების სანაცვლოდ. მინდა დავაანონსო ასეთი რამ, რომ მინდა შევქმნა პლატფორმა ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სწავლობენ საზღვარგარეთ, ევროპაში, ამერიკაში, თუნდაც აზიის ქვეყნებში ან ახლო აღმოსავლეთში, რომლებსაც აქვთ გარკვეული დრო, რომ ამეცადინონ სხვები, იმიტომ რომ თუნდაც ის ემიგრანტები და მათი შვილები, რომლებიც ახალჩამოსულები არიან, თქვათ ამერიკაში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში, მათ ყოველთვის სჭირდებათ დახმარება, ან სჭირდებათ იგივე SAT-ში, IELTS-ში ან TOEFL-ში ან Duolingo-ში მომზადება და ვფიქრობ, რომ აი ეს თქვენი შენისთანა ახალგაზრდები და დავაკავშირო ემიგრანტ ბავშვებს, რომლებსაც სჭირდებათ მომზადება ამა თუ იმ საგანში. ამიტომაც უკვე ხვალ თუ არა კვირას აუცილებლად სარეგისტრაციო ფორმას დავდებ და შეგიძლიათ ქვემოთაც ნახოთ, ეს აუცილებლად აქაც დავპოსტავ იმისათვის, რომ რეგისტრაცია შეძლოთ, თუ კი გსურთ მასწავლებლობა ნინისავით და ალბათ ნინიც ჩაერთვება ამ ყველაფერში, თუმცა ჯერ ნახავს როგორი დატვირთული იქნება სკოლაში, იმიტომ რომ ჩემი მიდგომა ასეთია, მაგალითად ახალგაზრდები, რომლებსაც უნდათ გამომუშავება რაღაც თანხის, ხშირ შემთხვევაში ამერიკაში, ნუ იგივე რაღაც ან ტაქსზე მუშაობენ, ან დელივერიზე, ან რაღაც ისეთ საქმეს ითავსებენ, რომელიც დროებითია, მაშინ როდესაც შეიძლება ისევ აკადემიურად დაიტვირთონ და ამაში მიიღონ ანაზღაურება. ბოდიში, ახლა ეს უნდა მეთქვა, იმიტომ რომ ვაპირებ შექმნას. ნინი ასეთი, მოკლედ კომპლიმენტები არის ბევრი. ნინი ყველას უყვარს. როგორც გითხარით, 600,000 ნახვა ქონდა სურათს, რაც იშვიათობა, იმიტომ რომ სურათზე ამხელა და რა თქმა უნდა, შინაარს ქონდა. ამხელა გამოხმაურება წერილობით პოსტებს არ აქვს ხოლმე, მოკლედ ძალიან ბევრი ულოცავს ამ წარმატებას ნინის. სად შეიძლება დაგეკონტაქტოთ დამატებითი რჩევებისთვისო გწერს ქრისტინე აბულაძე. ალბათ ამ ვიდეოს ქვემოთ, რომელიც სულ მცირე ერთი თვე მაინც იქნება Facebook-ზე, ნინი დაპოსტავს თავის ელექტრონულ პოსტას ან თავის გვერდს,
და თქვენ შეგეძლება დაეკონტაქტოთ და რა თქმა უნდა, როგორც გითხრათ, რჩევებს არ დაგვამადლის. რა ეტაპები უნდა გაიარო HMC-ს პროგრამას მოსახვედრათო? ნუ ხო HMC-ს როგორც Flex-ში თითქმის ანალოგიური ეტაპებია გასავლელი. განსხვავებული მართლა არაფერი არ არის, ანუ ჩვეულებრივად მანდაც ტესტია ინგლისურის, მერე ესე ინტერვიუ, მაგრამ ანუ დამატებითი კითხვები თუ გაქვთ, ჩემი აზრით, unique learning-ს რო დაუკავშირდეთ, ისინი უკეთესად დაგიხსნიან. თავად ორგანიზაციას, რომელიც აკეთებს ორგანიზებას, ხო? აბა, აი დამოუკიდებელ კვლევაზე როგორ მუშაობდიო? დამოუკიდებელ კვლევა მე ზღვის ბიოლოგიის მხრივ გავაკეთე და ეს დავიწყე სკოლაში დავიწყე, როგორც research paper-ის დაწერა. ჩვეულებრივი assignment იყო, მაგრამ შემდეგ უფრო ბევრი რამე შევამატე, ნუ იმას როგორც იცით, თავისი reference-ები უნდა და ბევრი რამე და როცა უკვე ანუ ამ კვლევის დაწერა დავასრულე, შემდეგ Java-ში ან პროგრამირების ენაში გადავწყვიტე, რომ შემქნა ეგეთი აპლიკაცია, სადაც ანუ მსგავს მკვლევარებს დაეხმარებოდათ რაღაც გარკვეული ინფორმაციის, მაგალითად ჟავიანობის შესახებ მოძიებაში და ამ აპლიკაციაზე მუშაობ და რა ვიცი, გრძელვადიანი პერსპექტივა მაქვს და ჯერჯერობით არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ანუ ძირთად ეს არის შემკვლევა. ძალიან კარგი და დავამატებ იმასაც, რომ ნუ იფიქრებთ, რომ ეს კვლევა ზოგადად კვლევაზე როდესაც ვსაუბრობ, ფიქრობენ, რომ რაღაც სადოქტორო სამეცნიერო ისეთი კვლევა უნდა იყოს. კვლევა არ გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად ისეთ თუ გინდა ესე უყვარს ხოლმე ასე ლაივებში შემოსვლა მილას. ვეღარ ისვენებს. ნახე რა ლამაზი გოგოა. და სულ მცირე შეგიძლიათ მასწავლებელთან ერთად ჩაატაროთ რაღაც მცირე გამოკითხვა სკოლაში, კლასელებში, სამეზობლოში და აი ამის ანალიზი შემდეგ დავალებად წარადგინოთ სკოლაში რომელიმე საგანში და ესეც უკვე მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი უნივერსიტეტი, მათ შორის ზოგჯერ კორნელის, პრინსტონის და სხვა ამერიკაში ითხოვენ ხოლმე graded paper, ანუ შენს მიერ შესრულებული მცირე კვლევა, რომელიც დავალების სახით წარადგინეთ სკოლაში და მასწავლებელმა შეგიფასად. ამას ითხოვენ სხვათა შორის boarding school-ებშიც, აი ამერიკაშიც, როგორც იცით, არის შესაძლებელი მოიპოვოთ სრული დაფინანსება, თუნდაც high school-ში მე-9 კლასიდან. რაზეც ჩვენ ადრეც გქონდა ჩართვა, თუ გექნებათ სურვილი ამაზე ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, მომწერეთ და გეტყვით. ესე იგი, ქების გარდა, ხო, გთხოვთ დადოთ ამ ორგანიზაციის ლინკიო. აუცილებლად დავდო. ხო, HMC-ს. კი ბატონო, რა თქმა უნდა. ზოგადად მე დავეთანხმები ნინის, აი რა მომწონს ხოლმე ამ ახალგაზრდებში, რომ ერთი წარუმატებლობა არ ნიშნავს იმას, რომ აღარ გააგრძელო ბრძოლა. პირიქით, ამ წარუმატებლობაზე შეგიძლია ისწავლო გაცილებით მეტი, ვიდრე თუნდაც რომ გაგემარჯვა, ხო? მაშინ ვერ იქნებოდი ისეთი ექსპერტი, როგორც დღეს ხარ და შეგიძლია შეადარო, აი მაშინ როგორი აპლიკაცია წარმოადგინე, ახლა როგორი წარმოადგინე. ნინი, რას აპირებს სამომავლოდ და ალბათ საქართველოში დაგვიბრუნდები, ხო? კი, რა თქმა უნდა, სამომავლოდ ახლა ხო მივდივარ 2 წელი ბრიტანეთში და მერე საზღვარგარეთო პირების სწავლის გაგრძელებას. მაგრამ მერე უკვე როდესაც ამ ცოდნას მივიღებ და ყველაფერი, რა თქმა უნდა, დავბრუნდები საქართველოში, იმიტომ რომ რა ვიცი, არ მგონია რომ სამშობლოზე ფასდაუდებელი მართლა რამე იყოს და ვის არ უნდა საქართველოში დაბრუნება. ნამდვილად ყველას გვინდა საქართველოში დაბრუნება და ფიქრობთ რომ თუნდაც ჩვენ ვინც საზღვარგარეთ ვართ ხა ემიგრანტები თუ თუნდაც თქვენ ახალგაზრდები რომლებიც სწავლობთ როგორც სტუდენტები ყველა უნდა გავხდეთ ანგარის გასაწევები და თუ კი მსოფლიო საზოგადოება ანგარის გასაწევად ჩავცვლის აუცილებლად ჩვენ ქვეყანასაც წაადგება და მართლაც რამდენს ნიშნავს ახლა თუნდაც ის რომ სადაც ნინი ისწავლის ყველა გაიცნობს საქართველო რას წარმოადგენს
ალბათ ვინ იყო მედეა, რომ ყველაზე ცნობილი ხალი პერსონაჟია მსოფლიოს მასშტაბით. კითხვა არის, რომელი გაცვლითი პროგრამით იყავი წასული, ვინ მოგეხმარა წასვლაში, ხო? ჩვენ შეგიძლიათ გადაახვიოთ ეს ლაივი და ნახოთ ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ. არ არის აუცილებელი, რომ ვინმე დაიხმაროთ, რა თქმა უნდა, მეც ყავს აპლიკანტები, მაგრამ დამოუკიდებლად აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ახალგაზრდამ თავისით გააგზავნოს აპლიკაციები, მაგრამ როგორც ნინიმ აღნიშნა, ყოველთვის სასურველია ვიღაც დაგეხმაროთ რა მხრივ მასწავლებლებს გადაუგზავნეთ, მეგობარს წააკითხეთ. ხო, ნინი მახსენა, რომ ძალიან კარგი მასწავლებელი მყავსო, რომელმაც დამამუშავებინა ჩემი ესე და აპლიკაციაო. ნინი, მადლობის გადახდა ხომ არ გსურს ვინმესთვის? ხო, ვინ გავახაროთ, აბა? ნუ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ჩემ ოჯახს, დედაჩემს და დეიდაჩემს. ნუ მათ გარეშე არ ვიქნებოდი მართლა ეხა, არც თქვენ ლაივში არ ვიქნებოდი ეხლა. და შემდეგ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ჩემ ნათესავებს, ნათლიაჩევს მინდა გადავხადო ძალიან დიდი მხარდამჭერისთვის და ანუ ჩემ მასწავლებლებს ვინებს ვაღნიშნე, ქალბატონი მარიამი და ლალი, ძალიან დიდი შრომა ჩადეს მართლა და ნუ სკოლაზე რო არ დამავიწყდეს, ყველაზე, რა ვიცი, სკოლაში რო გადავედი, ადრე ისეთი მორცხვი ვიყავი მესაჯარ სკოლაში, რომ ეხლა მე-9 კლასელი ჩემთვის რო ეთქვათ ვინმეს, რომ რა ვიცი, შემდეგ წელს ბრიტანეთში წავხვალ, მართლა ვერ დავიჯერებდი და რა ვიცი, ოკლიფის სკოლა იმდენაირად დამეხმარა პიროვნულ განვითარებაში, რომ ოჯახივით იყო მართლა და ძალიან მსურნელი გარემოა და ხო. და ნუ კიდევ ერთი მადლობასაც ვეტყვი მზიურს, ჩემ კომპიუტერულ სკოლას. სანამ მზიურში მივიდოდი, მზიურში მივედი მე-9 კლასში. და მინდოდა რომ ყოფილიყავი დიპლომატი და ჩამბარებინა საერთაშორისო ურთიერთობებზე. ოღონდ ეს ყველაფერი ისე იყო, რომ არც ვიცოდი, ანუ საიდან მოდიოდა ეს ამის მონდომება და მზიურში რომ მივედი უკვე, მე უკვე მივხვდი, რომ მართლა მან ყოფილა ჩემი ადგილი და რა ვიცი, იმდენად დამეხმარა მზიური ჩემი თავის პოვნაში, რომ მართლა ყველას ურჩევ მზიურში მისვლას, თუ მართლა ეს არის რაც გინდათ და რა ვიცი, ერთადაც ამ ყველაფერმა და ეს ვოიაჟერმაც ნუ ძალიან დიდი წვლილი ჩადეს იმაში, რომ დღეს მე ახლა თქვენ გერთობით ლაივში. და რომ ძალიან ბევრ ადამიანს ახარებ იმით, რომ არსებობდა ასეთი კარგი ხარ. სხვათა შორის იყო კომენტარები, რომ ზოგიერთ ამ თქვენი შვილები როგორ გონიათ გენიოსებიო. მე ყველას ვთხოვ ასე არ მიუდგეთ არასოდეს არც საკუთარ შვილებს, არც ხვის შვილებს, იმიტომ რომ ბავშვს სჭირდება ნაყოფიერი ნიადაგი, სადაც გამოავლენ საკუთარ თავს. თუ ჩვენ დავთრგუნავთ და ვეტყვით, ვერაფერს მიაღწევ და აგერ ნინი რა მაგარია და შენ როგორ ხარო, ეს ნამდვილად არ იმუშავებს, პირიქით უნდა მოვანდომოთ, რომ როგორც ნინიმ დაიწყო ერთიანი თუნდაც შემდეგ თქვენ სხვადასხვა ღონისძიებებში, მონაწილეობა, სხვის აქტივობებში მე თავადაც იდეა გაუჩნდა, ხომ? ჩვენ უნდა შევქმნათ მაქსიმალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს, რომ მეტი მიიღონ და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ნინის მსგავსი ნიჭიერი ბავშვი გვყავს კი არა, მე ვფიქრობ, რომ ყველა აბსოლუტურად ქართველი ბავშვები განსაკუთრებით ნიჭიერები არიან, მაგრამ აი ზოგჯერ არ აქვთ ის მიდგომა, რაც უნდა გქონდეთ, ალბათ თუნდაც მასწავლებლების თუ ზოგჯერ მშობლების ან მეზობლების გამო, ზოგჯერ მეზობლების აშინებენ ბავშვებს. ასე რომ, ნინი ძალიან კარგია, ძალიან ბევრ წარმატებას უსურვებ მეც მას და ფიქრობ, რომ თუნდაც ამ ჩვენი 40 წუთიანი საუბრითაც ბევრ ბავშვს დაეხმარა, გარდაიცვალა და მასაც მანამდე აკეთებდა და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი შვილებიც ძალიან ბევრს მიაღწევენ. თავარი არის, რომ თუნდაც TikTok-ზე იქნებიან, Facebook-ზე თუ სხვაგან, აი ნინის მსგავსი ბავშვების შექმნილი ვიზუალი იქნება იქ თუ სხვა ვახსენებ მაშინ კონტენტი, ვიდეოები თუ სურათები, შემეცნებითი რაღაც ნახონ და მოусმინონ ასეთ ახალგაზრდებს, იმიტომ რომ შეიძლება ერთმა სიტყვამ, ერთმა რჩევამ ძალიან ბევრი რამ გადაწყვეტოს მათ ცხოვრებაში და განაპირობოს მათი წარმატება. ასე რომ, ნინი, რას დაამატებდი და მაშინ დავასრულოთ ჩვენი ლაივი, იმდენი საქმე იქნება ახლა შენს გასაკეთებელი.
ნუ რავი, ძირთად თქვი ყველაფერის თქმაც მინდოდა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ამ შესწრებობისთვის და რა ვიცი, მართლა მადლობა რას. გადავხადო ბევრი მიხარია. იმიტომ რომ აი ცოდნის გაზიარება ძალიან ბევრს ნიშნავს. მით უმეტეს ამ ხელა გამოცდილების. დარწმუნებული ვარ, ბევრი ნახავს ჩვენს ჩართვას, როგორც ნინი დაგვპირდა კომენტარებში მიუთითებს თავის საკონტაქტო ინფორმაციას. სურვილი მექნება რომ არ გადატვირთოთ, მაგრამ უფრო საქმიანი საკითხებზე დაუსვათ კითხვები და არა ისე ზოგადი, სასხვათაშორისო. იმისათვის რომ გაუფრთხილდეთ ერთმანეთის დროს, იმიტომ რომ ხა რატო ამბობ, ჩემთანაც 50 შეტყობინება შემოდის ხოლმე დღეში და ვერ ვასწრებ პასუხის გაცემას, ასე რომ არ დაემართოს ნინისაც, რა თქმა უნდა დაუკავშირდით სიამოვნებით, როგორც ნინიმ აღნიშნა, გაგიწევთ კონსულტაციას და იქნება გარკვეული ხიდი თქვენს წარმატებასთან დაკავშირებით. კარგი, ნინი, რას გვეტყვი საბოლოოდ და დავასრულოთ მაშინ დღევანდელი შეხვედრა. საბოლოოდ აი ყველა ადამიანს აი რა კომენტარები რო წავიკითხე, მართლა რამდენი უცხო ადამიანსგან იყო ამდენი რა ვიცი, კარგი კომენტარები, მინდა რომ ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავხადო და ძალიან გამიხარდა ყველაფერი ეს. ხო, ადამიანებს გვახარებს ეს და მაინც ეხლა 600,000 ცოტა არ არის ნამდვილად და ნინი, მადლობა შენ რომ სტიმული გახდები ძალიან ბევრი ახალგაზრდასთვის. და აქვე აღნიშნავ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სკოლაში თუ სხვადასხვა ცენტრებში დადიოდა ნინი, ასევე თვითონაც ახსენა, რომ მარტო ეს ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია მოვინდომოთ, ხო, ნინი? და აგერ ნინიც თქვენს გვერდითაა, რომ გაგეხმაროთ, რა თქმა უნდა, მეც და სხვა ჩემი აპლიკანტები, ვინცთანაც კიდევ გვექნება ჩართვები, მომავალში სხვათა შორის დავაანონსებ, გერმანიაში მუშაობასთან დაკავშირებით გვექნება საინტერესო ჩართვა. ერთ-ერთი ახალგაზრდა გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღეს როდესაც ხშირად ვხედავ, რომ აი ჯგუფებში რაღაცას დააპოსტავენ და მე ერთი 100 კაცი რაღაცას ღლიცინებს, რეალურად აზრს ვერ გამოიტან. ამიტომაც აქ ამ Facebook გვერდზე შეგიძლიათ კომპეტენტური ინფორმაციები ნახოთ და ნინის მსგავსი ახალგაზრდები გაიცნოთ. წარმატებები ნინი. წარმატებები. იმედი მაქვს შემდეგი მიღწევები რომ გექნება კიდევ ოქსფორდიდან ჩაგვერთვები და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ კარგ საქმეს გააკეთებ, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც სჭირდება ნინი და მისი მსგავსი ახალგაზრდები არის ჩვენი იმედი, რომ ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა ნინი. დავასრულებ მაშინ და როგორც გითხარით, მინიმუმ ერთი თვე მაინც იქნება ეს ლაივი შენახული. ნინი დაგვპირდა რომ ბმულებს და საკონტაქტოს დაგვიპოსტავს და დანარჩენი თუ კითხვა გექნებათ, მეც შემიძლია რა თქმა უნდა გადაგამისამართოთ ნინისთან, მაგრამ პირდაპირ კონტაქტი რა თქმა უნდა ჯობია. წარმატებები აბა და ბედნიერება. მადლობა თქვენ და ნახვამდის. ნახვამდის.